უნიკალური აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში სპეციალისტებმა დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობ ავტოგრაფს მიაკვლეს. ცნობილი ქართველოლოგის აკადემიკოს ნიკო მარის არქივის დამუშავებისას აღმოჩნდა ფოტო, რომელზეც ორი ხელნაწერის გვერდია აღბეჭდილი. ერთ-ერთ მათგანზე ოსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული მინაწერია. მეცნიერთა ვარაუდით ხელნაწერი დავით აღმაშენებლისას გავდა. მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგაოს მიერ გამოცემულ ბაგრატოვან ხელმწიფეთა ავტოგრაფებში ადარეს და აღმოჩნდა, რომ ის ნამდვილად მეფე დავით მეოთხეს ეკუთვნის. დავით აღმაშენებლის ხელი დაწერილი სტრიქონები საქართველოში მხოლოდ ფოტოასლების სახით მოიპოვება. აღმოჩენილი ხელნაწერი კი პირველია, რომელიც წმინდა მეფის ხელწერის ორიგინალთან გათანაბრებული. ახლად აღმოჩენილი ავტოგრაფის პრეზენტაცია თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დღეს გაიმართა. ეს არის ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ამ ადამიანისთვის, ვინც არის საქართველოს კულტურით და ხელოვნებით დაინტერესებული. საინტერესო აღმოჩენა ეს გახლავთ 1902 წელს ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სინასთაზე მოგზაურობის და ექსპედიციის ფოტოშედეგები ჩვენმა მუზეუმმა შეისყიდა ეს კოლექცია და ამ კოლექციაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ფოტო, რომელიც არის 1902 წელს გადაღებული. მასზე არის მინაწერი, რომელიც ძალიან ჰგავდა მეფისეულ დავით აღმაშენებლის ხელრთვას. საბოლოოდ პროფესორმა ვალერი სილოგაომ დანამდვილებით დააზუსტა და დაადგინა, რომ ის ეკუთვნის საქართველოს ყველაზე ცნობილ მონარქს